მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელები. დღეს 30 ივლისია და მე მოგახსენებთ სპორტულ სიახლეებს და ახალ ამბებს. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, როგორც ვიცით, ლიონს ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩში ძალიან დიდი ანგარიში დააფიქსირა საკმაოდ და ჯორჯ მიხავდაძე ფოფანას პასის მერე მათმა კარებში გადაბრძანა და გაიტანა, ასე დავიწყოთ პირველი მატჩი. ჯორჯ მიხავდაძემ ერთი გოლი შეაგდო. ეხლა კი მალიორკასთან 2-0 ხსიგებს ლიონი და ჯორჯ მიხავდაძეს სანგარიზეა 4-0-დან 1-1 ბურთი. კიდევ როგორც მოგეხსენებათ და მთავარი ამბავი სატრანსფერო ფანჯრის სატრანსფერო ფანჯრის იგლის მიერ განვითარებულ ამბებს მოგახსენებთ. როგორც ვიცით, ეხლა პირველი ზურიკო დავითაშვილი შესაძლოა დიდი ალბათობა სენტ-ეტიენი დატოვდა. არამედ დიდი ალბათობა იმიტომ არსებობს, რომ შესაძლოა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სენტ-ეტიანი კი დაქვეითდა ლიგა 2-ში და ზურიკო დავითაშვილი დიდი ალბათობით სენტ-ეტიანს დატოვებს. რა თქმა უნდა, 2028 წლამდე ჰქონდა კონტრაქტი გაფორმებული, მაგრამ ეს რა თქმა უნდა დიდი ალბათობა არის და დიდი პროცენტია, რომ და მის ყურადღებას იჩენს ბოლონია, რომელიც შესაძლოა სერიაში გააგრძელოს ზურიკო დავითაშვილმა კარიერა. ეხლა კი როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ჩაკვეტაძეზე მინდა მოგახსენოთ ამბავი. გიორგი ჩაკვეტაძეზეც იწერება არაერთი სპორტული სტატიებზე, რომ შესაძლოა ვალენსიაში გააგრძელოს, ღამურებში გააგრძელოს კარიერა და ასე შემდეგ. ნახოთ როგორ განვითარდება ერთი თვის განმავლობაში მოვლენები სატრანსფერო ფანჯრა დახურვამდე კი სულ რაღაც 30 დღეა დარჩენილი და ნახოთ მანამ როგორ განვითარდება მოვლენები ამ იგლის. კიდევ როგორც მოგეხსენებათ, საბა გოგლიჩიძეც არის ლაპარაკი და არაერთი გუნდია დაინტერესებული მის შეძენით. ეხლა კი მე მინდა გითხრათ, მადლობა მოსმენისთვის. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ, გააზიანეთ მაქსიმალურად და ბევრ საინტერესო ამბებს და სიახლეებს მომავალშიც გაცნობთ. მადლობა კიდევ ერთხელ.